ჩვენ ახლა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ვიმყოფებით, სადაც ევრობასკეტი 2025-ის პლეი-ოფის მატჩები იმართება და ამ პლეი-ოფში მონაწილეობას საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები იღებს. სენსაციურად დაიწყო პლეი-ოფში გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდმა დაამარცხა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები ანგარიშთა 80-70 და გავიდა მეოთხედფინალში. ისტორიაში პირველად საუკეთესო 8 ელში მოხვდა ევროპის საუკეთესო 8 ნაკრებს შორის მოხვდა საქართველო და ითამაშებს მეოთხედფინალში, სადაც ცნობილი არის უკვე გუნდის მეტოქის ვინაობა, ეს იქნება ფინეთის ნაკრები. როგორც საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა აღნიშნეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გამარჯვება იყო საფრანგეთთან და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქართველმა გულშემატკივრებმაც, რომლებიც საქართველოს ნაკრების საქველმაგოდ ჩამოვიდნენ რიგაში და დაეხმარნენ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისტორიაში პირველად დაამარცხა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა საფრანგეთი და ასე მოახერხა შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება. შეგახსენებთ იმას, რომ ევრობასკეტი 2025 საქართველოსთვის დაიწყო ესპანეთის დამარცხებით, ევროპის მოქმედი ჩემპიონით, ახლა კი ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდიც დაამარცხა საქართველოს ნაკრებმა და ითამაშებს მეოთხედფინალში და იბრძოლებს იმისათვის, რომ ევროპის საუკეთესო 4 ელში გავიდეს. ფინეთსა და საქართველოს შორის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება 10 სექტემბერს. საქართველოს ნაკრები ეცდება ფინეთის დამარცხებას და აქვს გუნდს იმის შანსი, რომ ნახევარფინალში იასპარეზოს ევროპის ჩემპიონატზე.